ასტრონავტი შუა საუკუნეების ტაძარში, შეცდომა დროში თუ საიდუმლო ნიშანი. ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი ევროპული ტაძარია. ქვის კოთური, ორნამენტებით მორთული, ფოთლები, მითიური არსებები. მაგრამ თუ უფრო ახლოს მიხვალთ, უცებ დაინახავთ. ასტრონავტს ამ ქვის ფუფუნებაში. ჩაფხუტით, მილებით, კოსმოსური კოსტიუმით. ის აშკარად არ არის ამ დროიდან. ეს არ არის ფოტომონტაჟი ან ხუმრობა. ასტრონავტის ქვის ფიგურა ნამდვილად ამშვენებს ესპანეთის ქალაქ სალამანკაში მდებარე ტაძრის ფასადს. ათასობით ტურისტი მოდის მის სანახავად საკუთარი თვალით. ზოგი თვალებს არ უჯერებს, ზოგი თეორიებს აშენებს, დროში მოგზაურები, მომავლის შეტყობინება, საიდუმლო ცოდნა, დავიწყებული ცივილიზაცია. მაგრამ რა იმალება სინამდვილეში ამ საოცარი გამოსახულების უკან? სალამანკაში მდებარე ტაძარი ესპანური არქიტექტურის ერთ-ერთი შედევრია. მისი მშენებლობა მე-16 საუკუნეში დაიწყო, მაგრამ ასტრონავტი გაცილებით გვიან გამოჩნდა. ის 1992 წელს შენობის რესტავრაციის დროს დაემატა. ეს არ არის შემთხვევითობა ან პროვოკაცია, არამედ ტრადიციის გაგრძელებაა. ისტორიული ძეგლების რესტავრაციაზე მომუშავე ხელოსნები ზოგჯერ დროის კვალს ტოვებენ, თანამედროვეობის მცირე ელემენტს, რომელიც უძველეს კონტექსტშია ჩადებული. ამ შემთხვევაში რესტავრატორმა სახელად ჯერომინო გარსიამ გადაწყვიტა გამოესახა ფიგურა, რომელიც სიმბოლურად გამოხატავდა მე-20 საუკუნეს, კოსმოსის, ტექნოლოგიებისა და სამეცნიერო მიღწევების ეპოქას. ასტრონავტი ერთგვარ ვიზუალურ საავდგომო კვერცხად იქცა მნახველისთვის მცირე გამოწვევად, ფიქრისკენ მოწვევად. თუმცა სრულიად რაციონალური ახსნის მიუხედავად, ამ ქანდაკებამ საკუთარი სიცოცხლე შეიძინა. ინტერნეტში ის ხშირად წარმოდგენილია, როგორც უძველესი ანომალია, რომელიც ამტკიცებს, რომ წარსულში ადამიანებმა იცოდნენ კოსმოსის შესახებ. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, რომლებსაც თან ახლავს თეორიები უცხო პლანეტელების, საიდუმლო ბრძანებების და დავიწყებული ტექნოლოგიების შესახებ. და ეს განსაკუთრებული პარადოქსია. ფაქტებზე წვდომის მიუხედავად, თანამედროვე ადამიანი კვლავ მიდრეკილია დაიჯეროს სასწაულები, იდუმალი, შეუძლებელი. შესაძლოა ეს არის აშკარას მიღმა მნიშვნელობის ძიების აუცილებლობა. ან იქნებ შეხსენება, ყველაფერი, რასაც ვხედავთ, ყოველთვის ისეთი არ არის, როგორიც ჩანს. სალამანკაში ასტრონავტი არ არის ისტორიის შეცდომა, ან უცხოპლანეტელების კვალი. ეს არის შეხსენება დროის, შემოქმედების და იმისა, რომ ყველაზე მკაცრ ქვაშიც კი ყოველთვის არის ადგილი იუმორის, სიმბოლოებისა და საიდუმლოებისთვის. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა ძველ შენობასთან გაივლით, უფრო ახლოს დააკვირდით. ვინ იცის, კიდევ ვის შეიძლება შეხვდეთ იქ?